მოდი რა ვქნათ, იცი? ვოლტით და გლოვოთი გამოვიძახოთ KFC. ხო, ეხლა კაცო ვატარებთ პატარა ექსპერიმენტს და ორი აპლიკაცია და ვოლტი და გლოვოდან უნდა გამოვიძახოთ ორივეს აქვს KFC. და ერთი და იგივე რაოდენობის, ერთი და იგივე შეკვეთა უნდა გამოვიძახოთ პარალელურად ვოლტით და გლოვოთი. ხო, მაგრამ ეხლა ზიურში ვიმყოფებით და ეგ რამდენ ხანში მოგვიტანებ ნახოთ. კი ბატონო, მაგრამ გამრეკელი ის? ხო, ერთი და იგივე აიღე, გამრეკელი აიღე, აქვია რა. ოკეი. ვარსკვლავსა შევხვდით. გამრეკელი ანუ ბახტრიონთან ვარ. ხო, აი ენა გადმოიტანს პირა. არა, როგორ მოვა გლოვო? ვოლტი მოტოციკლეთით ჩემოვა, უნდა მოვიდეს ყველაფერში. ოკეი, კაი, რას უკეთავთ? რაღა 8 წელი ფრთა ან რაღაცა გამოვიწერეთ. ბაკეტ დუეტი? დავაი. ორივეში ეგ? დავაი. ნახე რა არის 2 ბარელია, 4 ფრთა, 4 სტრიპსი ვაფშე არ მოვასწრებ. სპაისი თუ გამზადე და ერთ ბაშად დავაწეროთ რა. არა მცხარი რა, გიხოცე მცხარეს ვერ ვჭამ. ოკეი, ვაფშე არ ვიცით. соуსი რამე? არაფერი არ დავამატო, პროსტა ჩიტო დრო გაიწელება მაგაში ცალკე კიდე. ესე იგი, ბაკეტ დუეტს ვიღებთ ყველაფრის გარეშე. აქ. კი ბატონო. ედ. არა, უნდა აირჩიო უჯო. ბასკეტ დუო სპაისი თუ ბასკეტ დუეტ სპაისი. მაგას სხვაობა არ ვიცი. სპეისი რა არის? სპაისი ცხარეს ნიშნავს და დუო ორმაქს ნიშნავს და დუეტი ორს. არა, რამე ნებისმიერი აიღე რა ვიცი მაგის ზედა ცოტა. მოდი დუეტი იყოს, იმიტომ რომ დუო ორმაგად ცხარეს ნიშნავს. ხო და დუეტი ორნი ვარ და ორისთვის ამ. ოკეი. დავაი. გამზადე? ოკეი. ხო, შენ არა შე კარგად იყავ, შენ შეერი ხარ. შენ არ ჭამს, ბო. ოპერატორს დავიქცი შეერს. ბასკეტი დუეტი, ხო ესა ვიღეთ. ეგ არის. 20 და რაღაც. კი, 30 და რაღაც ეგ არის. დუეტი არამცხარე ყოფილა ქვედა. სწორად ხო და იქაც ქვედა, მაგაღა. არამცხარე რაღაცა თარგმანში ვერ არიან ის გლობუსი. ვაფშე ვერ არის. ადრე Samsung-მა რო გააკეთა პირველად ქართული მენიუ, აი D900-ების პერიოდში უკან გამოსვლა როგორ ქონათ ისი გადათარგმნილი შავი. შავი. ბეკ. ბლეკი. შავი, მეთქი შავი. გამზადე მანდაც შემდეგ ნაბიჯზე გადახტევდნენ იდი. Go to check out. აბა ლოკაცია დასვი. აი სად დაგვერხა, აი. აი სად დაგვერხა. მიუთით ეგ ამონიშნე. Current location-ი არა აქვს. კინძმარაულის მეორე შესახვევში ვართ ხა? არა, ის დასვი ბიჭო. პინი არა აქვს. ხო და აი all address-ის რო აძლევ. ვაშ ჭაჭავაძიდან უნდა გამოგვეძახა რა. კი, კი. ხო? ხო, კაი, მაშინ შევცვალოთ მოდი ყველაფერი. თავიდან ვაშ თავიდან დავიწყოთ რა. ვაფშე всё ვაშ წაშალე თავიდან. გათიშე, ხა ვაშ გათიშე წავ აღარ ფშიოს. всё, აღარ ვჭამთ გათიშე, ეხლა ამას დავშლია ის არ წავს. ნახე ეხლა ჩვენ აქ რატო ვიძახით, ეს თავშეყრის ადგილი ჩაულებრივი რა. ხო და ხო გაინტერესებს ეხლა სახში ყველას მოაქვს რა. აი თავშეყრის ადგილი მზიურში მაგალითად, შემდეგი ვაკის პარკში გავაკეთე. საზოგადოებრივი თავშეყრის სადაც მოაქვს ხალხი ხოლმე. როგორ მოაქვს, რასის ტრაფით მოაქვს? ნახე ჭავჭავაძის ხელი მოაქვს delivering to your location, გეუბნება ჭავჭავაძიდან, არ მოაქვს აქ. კი ბატონო, ნუ მოაქვს. ზიურში გელოდები სადღაც, აი აქ ხო კარტინგები თუ რაღაცა იყო და? ხო, მაგრამ ეგ ვინ იცის, ყველამ კი არ იცის. ინდუსი თუ გამოუშვეს მე ნახე შეიძლება ზიური კი არა შეიძლება. არა, ამათაც თუ ინდუსი გამოვსა, აი სერიოზულად დირექტორს გავაკეთებ. всё, შეინახე. არ მაშინ არ შევა. არა კეთებს. refine, I say, ხო? ეგ არის. დაიმახსოვრა. ეხლა იმაშიც დაამახსოვრე. ვეღარ იღებს ბიჭო, დროზე გამოიძახე, მოკტა კაციმში. წაიგზა, გაშავდა. გვეყოფა? ვერ ყოფილი. სპონსორების არა ვარ გეყოლება, უნდა ვიყოფილოთ. ტულა. სად დროს მე დავინიშნავ. გაიც ჯერ ასე ნიშნავს. არა, ტელეფონში ჩარტი წარმოვიდგინე გადავუდგინე. არა, საათი ხო არის კაცო დაფიქსირებული. ხო, ეკრანზე საათი ხო გაქვს. KFC ჭავჭავაძე. ოჰო, თან პიკი საათია, 7:09-ია. ოჰო. აი ხა გაიტესტებიან ჯიგრები.
აი აქ მეგონი უკვე არჩეული არის და პირდაპირ გაუქარც მიცემ, მაგრამ ჯერ გაამზადე? ჯერ პროსტა ვამზადებ. всё, აი აქ გაჩერდი. აჰა, ეს არის pay to order. კი ბატონო. всё, ამას კეცავე ხა? და ვხსნით ვოლტი. არა, ვოლტს. ბაზის ბანკი რატო გიწერია გეხვეწე? ბიჭო, იმიტომ რომ VTB-ში რომ მუშაობდი, ბოლოს VTB მე რომ დაიხურა, გადავიდა ბაზის ბანკზე და ხო რა. ბაზის ბანკი ვინმეს გააქვთ ბაზის ბანკი? აუ, ჩამირიცხეთ ლარი, ვაი, ეს თქო ბაზის ბანკი არა. მართლა? არა, ვისა მაქვს იპოთეკა მაქვს ბაზის ბანკში, ბაზარი არა. VTB-ში რაც ქონა, გადავიდა ბაზის ბანკზე. გადავიდა ბაზის გიკვირს მე ძმო, რატო გვაკნინე. ჩვენ გინდა ბასკეტი დუეტი. და ეგ არის არამცხარი. არამცხელაო? არამცხელაო, ქვედა მივიდა ეგრე ხო. Update. და აპდეიტე? ე. მისამართი? ეგა, კი. დავაი, დააბუქუნე ახლა და კეშა რაღაც. დროს ვინიშნა. ვაი. თულა, დაიცა არ ვაბათქონებ ჯერ მასადა. так, ჯერ ვაფშე რა შევადაროთ, იცი? შეხედე საერთო არის. ჩემი პოინტები არის პლუს, მაგრამ 32 და 60 ვოლტზე. აქ 34-დან 0-1. რა პოინტი? მივცებ? pay. всё, ვიძახებთ? მინი. ესე იგი, ვაჭერ. დავაი. всё. payment pending. ეს წუთს გადაიხადოს და გადავალ ვოლტზე ეგრევე. Payment და complete, წუთი всё. მივცეთ მე იმას. всё, დავაი, გადადი. всё. всё. ეგ არის, order send. გამოვიდა. 20-დან 30 წუთამდე წერს ეგ. აქამდე წერს 19 საათზე. მანდაც იგივეა თითქმის. ან 20-დან 30-ია იგი. აუ. ოკეი. ველოდებით ორი. კარჩი ცივა ეხა, მაგრა ცივა. ყინავს, არ ყინავს, მაგრამ მაგასთან ლოკაცია იმდენად არაფშუაში არა. მეც გიჟივით ავარ, სეზონის გიჟივი. სეზონის ამბავია რა, ხო რა და ცენტრალური პარკი არა ნოდარ დუმბაძე და აფუძდა, ანუ რავი რა გითხრა და მე ხარ ნოდარ დუმბაძე გამოქვია მზიური ამ პარკს. გამო რა ერთ-ერთი და ანუ მაგის იდეა იყო, ანუ რა ნოდარ დუმბაძის იდეა არის, აქ პარკი რო არის საერთოდ, ანუ ის გარდა რომ ხო, საბავშვო პარკი და ეხა იმის საბავშვო კარპერი არ არის მეგონი. ეხა უკვე აღარ ხო, ჩვენ ბავშვობაში ძალიან ბევრი საბავშვო რაღაცა. საქანელები და ხო. საბაგიროები და რაღაც. საბაგირო დევები, ლოკოკინა, რავი, ისა ქვია პატარა მატარებელი რო ადიოდა, საბაგი ხო, საბაგირო თქვით და ძალიან მაგარი ადგილია მდინარის. მატარებელი იქ იყო, საბაგირო აგერა. ადიოდა. საბაგირო აქ. ლოკოკინაში ადიოდა მატარებელი. მატარებელი იქ იყო, საბაგირო აქ. ან ფუნიკულორის მატარებელი. ტრამვაი იქ იყო. და ეგეთი ხო და აი ძალიან მაგარი ხა იმის გარდა რომ ბავშვობის მოგონებები მაკავშირებს ახლა მე პირადად და დავიცაც აშკარად რა და გიოსაც. იმიტომ რომ აქ ვცხოვრობთ, ისედაც ძალიან მაგარი ადგილი არის მზიური რა, მაგის გარდა ძალიან ისტორიული ადგილია და ეხა მით უმეტეს ძალიან გალამაზებული არის, ძალიან გააკეთეს და გაანათეს და რავი ახლა მე ამას ყვები. და რაც თავარია სისუფთავია შენარჩუნებული. კი. აი ხა მაგიდა ვაფშე არც გადაგვიწმენდია სუფთავი. ყველაზე კაი თან არის, იცი რომ ჩვენთანაც ადამიანებშიც უკვე წამოვიდა ეს ტენდენცია რომ უვლით მეტნაკლებად. მივხვდი ხა ახალგაზრდა თაობა უვლის. აბა ხა გაიხედე რამდენი საფერფლე ნაგვისურნა და პარკები და ისინი. აი ხა რატო უნდა აიღო და და ამისთვის მადლობა მართლა თბილისის მერიას უნდა თქვათ, ხო, რაც ხო, მაგრამ დაჟე ის ეხა რო უყურებ ზედმეტია, დაჟე მეგონია რომ რავი ფული გაფალანგეს თქო ეხა ამ ლოკაციაზე 4 მაგიდა დგას 1 2 3 4 5 ურნა. იცი რა არის, სწორია რა მხრივ გეტყვი. სწორია რა მხრივ გეტყვი. ნახე 4 მაგიდა დგას, ხო, აქ მთელ ლოკაციაზე, მაგრამ ეს ხო არ არის იმაზე გათვლილი, მთელი დღე ერთ და იგივე ადამიანი უნდა იჯდეს, ხო, ანუ ხო, ანუ ნახე ადამიანი მოდის და მიდის და შექმნილი რომ არ წახვიდეს სადღაცა იქ არ გადააგდო ნაგავი აქვე გაკ. ხო, რომ არ გაგიშთეს სურვილი რომ დააგდო ძირს, იმიტომ რომ აქვე გაკ რა და აი ძალიან კაია ეს მართლა. მატერია როგორია? კაკალია რა. კაკალი მუხა და კაკალი არ არის, მაგრამ არის რა. განათება როგორია? ცაცხვია, ნაღდი ცაცხვია. განათებაც გადასარევია, თან ტაიმერზე არის. ხო, რომ ზედმეტად არის ფლანგება ელექტროენერგია. ან კაია. ეს არ ვიცი რა იყო. არ ველოდებით ახლა ეს რაღაც კურიერი. ზიური ცხოველია, რაღაც რომელიც დადის და ჭამს ვიღაცებს თქო. ანთეთ, ეს ვაფშე გაითიშა თუ რა. გაუქმეს ხო? ვაფშე.
cancel order და რა. იგივე წერს. იგივე წერს. სო, არაფერი, რამდენი წუთი დაგვჭირდა? 20 წუთი უნდა მოვიდეს რა. მაქსიმუმ 20 წუთი, მაგრამ რეალურად ნახოთ რამდენიღანში მოვა. ხო, და აი იდეა დაიბადა, რომ აი კუცი წვადი სპორტი უნდა მოხდო რა. გრილი და გრილი. აი სადმე იქით. ხო, აგუზგუზო, კი ბატონო. აგუზგუზო. აქ იმაში თონე, შიშხინო. თონე დადგა. თონე. შოტი რო ზიუში, თონე გრილი. რაცხვას დაპატიჟებს ხოლმე? ისე, იცი რა არის? ანუ მაგრამ უნდა დაგვიცა, რას ვეჭირ. ყვების ობიექტი ძალიან კაია, რომ თვითონ პარკში არ არის. დაცვას თუ აჭამე, მე ვეღარ დაიძინებს მე. დაიძინებს რომ. ხო და ყვების ობიექტი თვითონ პარკში არ არის კაია, იმიტომ რომ სიბინძურეს იწვევს. ყვების ობიექტი. თავის თავად ხო. ხო რა, თავისებურ აქ რა სიბინძურეს სიბინძურე იწვევს. 8 წალი ნაგვის ურნალაგია. ჯერ ეს ერთი სუნი, ეს ერთი, ანუ იმას ხო გამწვავები ექნება და სუნი, ეს ერთი. ეგ თავის თავად. მეორე ის რომ ანუ ბევრად მეტი გასავალი მასალა ისე ყველგან არის რაღაცა ეგეთი ობიექტი. მაინც ძიურში რატო არა? ბიჭო, ეთყობა აი ხა ლისის ტბა მაგალითად ბევრად სავსეა. აქვს რა. ლისის ტბა სავსეა. ხო სავსეა. ლისის ტბა რატო იცი, ნახე, ზიურში რომ მოდიხარ, პარკირების ადგილი არ არის. პარკირების ადგილზე კი არ არის, ეს არის უფრო გათვლილი მოსახლეობაზე, აქაურ მოსახლეობაზე. ხო, ანუ ნახე, ხო და მაგიტყვა, ანუ ვიზიტორი სტუმარი ესე ვთქვათ, ანუ აქ ნაკლებად გეყოლება რა. ხო, მაგრამ აი ხო შეგიძლია აი გამოიძახო. всё. აი საწავიღოთ ხო? საწავი შეჭამ ჩავაგდებ ნაგავში. ანუ ეს არ არის დაბინძურების ერთ-ერთი ჯო, აქ რო იქნება, ალბათ უფრო იქნება დაბინძურების. ის ან უბრალოდ არ უხირთ. ეგეთ მასაზე ანუ არ არიან, იმიტომ რომ უყურებენ რომ მარტო ვიღაცა ან ვარჯიშობს, ან ბავშვებს ასე ინებენ და ეხლა ვის აჯანდაბათ უნდა აქ რო გააკეთონ სუში. მაგალითად. ხო ხტები, აი რავი, ალბათ. ხო არ გავხსნა. შეიძლება მოგცემს უფლება. 4-4-9. ესე იგი ყველა პონჩი მოასწრო ვოლტმა რა. ხო, ვოლტი მოვიდა უფრო ადრე. ანუ გლოვოდან არც კი დარეკეს რა. თავი. Thank you. Thank you. აჰა. ვოლტმა მოასწრო. ანუ ვოლტმა დაასწრო. რამდენ ხანში მოვიდა? რო დანიშნული ქონდა ვოლტის? ზუსტად მოვიდა 23 წუთში, 24 წუთში. თან ეხ გაითვალისწინე რომ ქართველი არისო. თან ნახეთ წერს ისევ რომ 3 წუთი დარჩაო რა. იმიტომ რომ დაჭერა და ვიწყნა იქ რომ არ დაუჭერია ჯერ რომ მივედიო რა. ეხლა ვნახოთ გლოვო რას ისევს. ესე სასმელი არაფერი არ უკვე მივიდვითითები. აი სასმელი არავის წყალი მოდის წყალი. ზიურის წყალი. ზიურის წყალი. ვერ არის კი წყალი. თან საინტერესო რა არის. ბიჭო, აქაც მოდის ალბათ, აი. მაგრამ მე გამიკვირდა რომ ტიპს უთხარი რომ ქართული ხო არის ან არც ქართული არც ინგლისური არაფერი არის რა. ცენტრალ პარკში ვარ, ცენტრში პინზე მოდი მეთქი და ზუსტად მოვიდა რა. და აი საღოლს მო. ხო, ძალიან მაგარი. გლოურასი. გლოურასიზავს ნახოთ. ნახოთ. Updated arrival. გადაწიეს დრო. ჩვენმა ჯიგრებმა ესე იგი 19 საათი ხო ეწერა და ეხლა დაწერეს 19:05-19:05 ან 15 წუთი დაუმატეს. Courier could not continue. We are finding. ანუ ნახე ეს ეხლა KFC-ის ბრალი არის. კურიერმა თქვა უარი. ხო. ანუ ეს ეხლა KFC-ის ბრალი არის რა. პრინციპში პა ნახე, კურიერმა ბიძინამა იღო ეხა შეკვეთა. იმ კურიერმა ანუ არ იმას რა, აღარ უარი თქვა. вообще შეერა და გლოვო წესით ანუ მაგაზე პასუხს უნდა თხოვდეს თავის კურიერებს რაღაცა არ ქნა და ბიძინას ვეთქვით მადლობას რომ მოიგებს რა. ვიღაცამ არ აიღო, კარგი, ეხლა ბიძინამ აიღო ჩვენი ხო, გლოვო ხო დრო გადაგვიწია. ანუ კურიერმა თქვა უარი. სანამ ძმაო ეგერ შენი ის მოიტანს, რა ვე გლოვო მოიტანს, ეს გაცივდება ძმაო. ხო და მოდი მივირთვათ და მოდი შენც ხშია. ეი რას ქვია? ბიჭო, ნახე, რაღაცა ძერს კი რამია, ჩემი დედას ვიცავარ. ეს კარტოფილებს წავდი. მეთქი რა გაუხარდა. არაფერი კარტოფილი. ეს კარტოფილი მას ოპერატორს ეყოფაში. ოპერატორს ეყოფა. ოპერატორი ცოტა მჭაველია და. წონა არის 85. ჩვენი სალფეტკები გქონდა. აი, წონა არის. ბავშვებო, ძირს ვაგადებ, ნაგვის რო. ნახე, ორი ნაბიჯი არის, ნაგავამდე, ნახეთ. ორი ნაბიჯი, ესე ჰოპ, გადააგდებ და მორჩება თუ. ძირს არ დაყაროთ. აუ, შია. ჭამო, თამარა. აბა, კაია თუ არა? ნუ მოკლედ. KFC-ს free არ უგარდა. მოდი შევქახოთ. შევქახოთ? კაია, იციან. free-ზეა საუბარი. free არ ვიცი, მაგრამ კათამიჩია ნო. ხათამი როგორია? იცი აი, ხასმის შეწვის დოზის დასმა ამათ მო იციან? იციან რა. არა სიცხარეც არ აკლიაო. აქ კომენტარებში დაგვიწერეთ, მაგრამ მაინტერესებს.
KFC-ზე გემრიელი სადმე თუ იჩდება რამე რა. ხათ ამი? ხო. ბიჭო, მელია, კაი. ჩვეთა რო არის? არა, ხო. სუნია რაღაც სპეციფიური გული არ მიდის რა. რაღაცნაირი სუნი აქვს ისეთი რომ გასინჯე და არ დაგეღვასა? ხო, არ დამევასა რა. ბიჭო, არა კაია. მაგრამ გემრიელია რა. რა თავად ცხელია. ինչან სასაწაირო. გადავიდე. საფეთქზე შეგიძლია. ოფთალ არ მიყვარს რა. ოღონდ KFC. კარტოფილი დაიწმე. ამათ ფრი არ უვარგათ. მაგრამ ძირითადად მოდის ხოლმე ამ ჩაზელილი, ჩაორთქლილი და ეხა კაი. კარტოფილს ესენი ხო არა დაჭრის ყიდულები. ეხა ნორმალურია, კარგად მოიტანა ამა რა ვოტნა რა. აბა ნახოთ ეს როგორ. აი ვენდის აქვს კაი კარტოფილი. ყველაზე მაგარი ფრი აქვს. ვენდის. ყველის соуსი და ფრი. ხო. ეს ეხა ძლიერი უნდა გავსუჭო. ეს ფთა არის. ბარკალი დაუტოვე ერთსა რომ ოპერატორს მაგრაევას იყო. აი ბარკალი. არა, მე რომ მოიტანე მე რეჩევჭა მე. იცივი იქნება გიო დამიჯერე ჯამე. ო, ის უკვე შემწარე იგდევს, ნო არა. მოდი რა სამცხელია შეგავ. არ ვარ წინააღმდეგი ძმა. არ ჯობია ხულამ დააგენა. რა. არ არის მცხარი ძმა. რატო მოიტანე მცხარი? ო, მე ეთყობა შევხვდა. ძალიან ცხარი. რატო ხო უთხრა მცხარი ბიჭო, არის? ნეტა, რომელ ქათამს ყიდულობენ ესე? სადიას. აი, რა სადია. ბრაზილიური სადია. ბაზილიური ბარკლები. ქათმის რა გითხა, მაგრამ ბრაზილიური ბარკლებზე უარს არ ვიტყვი. ეხა ბიოს მაგხელა ქათამი არა. აი შეიძლება იმას კონდეს რა ქვია. ნოსტერი. მუხრანი დიდია ძალიან. იმას ესე ვერ მოხარშა ბილად ის სხვანაირი ქათამი. აი შე ნოსტერი, მაგრამ არ იქნება ქართული ეხა ეს ასი არა. შენ ასე დახრო ჩამოტანილია სპეციალურად? არა. იმპორტულია? იმპორტია. იმპორტია. და დაჟე შეიძლება ან თურქული ან უკრაინული იყოს. ბაბალშო. რუსულია რა. ეგეც არ არის გამორიცხული. აია. ეს ასწორე ყველაზე მაგრამ всё მოიმორჩი. მეორე სახუთს აველოდები. მე არ მევასწრე. მე ხა ის არ არის კაი შემწვარი რა. ზეთში როგორ არის ამან? ძა, იმდა სუზეთია. სუხარი და ზეთია იყო. იმიტომ რა შვებიან ჯერ არაცნიან. რომ ამოიღებ იქიდან და დაკიდებ, უნდა დაიჭრიტოს. პირდაპირყრიან რა. ვერაუდიან ეთქობა რაოდენობას. ან კაი იქნება რაღაცა საშრობში თუ გაატარებენ ან ქაღალდში ან რაღაცაში რა, სალფეტში. მაგრამ დავისვარე. ეხა უხერხული საჭმელი გია. ოპა. მაგ ბარკალს მოვიდა. ბატონო, დაუმარჯო, სტაზდანდები თქვენ? ზიურში ცენტრალურ პარკში ცენტრში. არა ნო, ზიურის ცენტრალურ პარკში ცენტრში. აი სად კარტინგები რო იყო, ვიცი, კარტინგები რო იყო. კარტინგები რო იყო, ქვები როა ეხა. ბეგემოტი რომ გატანდი ახლოს? არა. აკეთა მხარეს. დაცვის ოფისია რო არის. ისი? დაცვის. მაგიდები. მაგიდები და რაღაცები გადახურული არის დაცვის ოფისია. აი იმასთან რა ქვია, მატარებელი რო იყო ადრე იმის ასასვლელთან. ქვები რო არის. საბაგიროსთან. არა, საბაგიროზე ვითარი. სილურის პარკში რომ ჩამოვალ, ეხლა მე ველოსიპედი თავარ, აქ შემოვიდივარ, ეხლა ვაკინა ჩამოვალ ეგრევე. მომიდა ყველის ფოტოსი რომ არის, ვით? ისი? არა. რომელი კორპუსიდან ჩამოდიხარ? აი ჩამოვალ, აქ შემოვიდივარ, აი ეხლა, აი ეს ვინ არის? სერვერი ნომერი, დავჯავადე. არ კარომ არის, დაგინი რო იგიდება. ნა. მე მაქედა როგორ ჩამოხვარ ზიურში? ველოსიპედი თავარ, გერფალ. თავარი მიდან ჩამო. რავი, კი ბატონო. აი რომ ჩამოვალ პარკში რა. ნახე, პინი გვიზის ზუსტად რა.
აი ზუსტად პინზე თუ მოხვალ პირდაპირ ჩვენთან მოხვალ. დაიგე როცა და. აი. ვაიმე მე მგონი ინდუს მაჯობა. კი. ინტელე ხო რა, მოგნებაში. არა რატომ იხსნის ახლა ვითია ხო? მე რანაირად რა უხსნა. იმას გიხსნის რომ ანუ რა გზებით წამოვა, უფრო მიხა მანქანით სხვა გზებით მოუწევს. არ ვიცი ახლა ეს ღომი და ყველიოდა რა არის ღომი და გავსინჯოთ ეს ღომი და ყველი. ვაკეშია. გავსინჯოთ ეს ღომი და ყველი. კი, მართლა კაი აზრია. ღომიდან მიყვარს გიჟდები ჭკუა მეკეთება. ეს რა ქვია, ჭუმბურ გაიყინება, ის უეჭველი გაყინული მოვა და მოდი ჭამე. დააგდე ახლა ეგ კამერა და მოდი აქ. ავაგდო რა, ის თან საქმე. მაშინ თან საქმეა. ბარკალი, აი ბარკალი, ნახე. ვაში ეს კარტოფილი ჩაიჭიბე და იქ. ეს ჯიბიდან ჭამე. რატო გაჩერდი? ეს ხო ბარკლის განახსენია. არა, ბიჭო რა არის იცი? ეხლა რას ვფიქრობ? ეხლა რამდენი გადავიხადეთ? დაახლოებით 2-ში გადავიხადეთ. 80 ლარი. 80 ლარი. ხო? არა. ნუ ახლოვები. 70 ლარი. ბოტანიან ყველაფერი. ბიჭო, შეერი რჩები რა. რა. ბიჭო, ეხლა ეს არ ყოფნის რა. ნახე, პრინციპში ანუ ეხლა ეს ერთს რო უკვეთა ორი ადამიანის საჭმელია. არ არის ეს ხლა ეს ორი ადამიანის საჭმელი რა რეალურად. რატო ერთის არის? ვერ შეჭამ მარტო ამას? ბიჭო, ვერ ჭამაზე არ არის, ანუ დანაკლებული ვიქნებით ორი. არა, ამდენი ნაჭერი დეს, ორი წალი ბარკალი დეს, აჰა. სამი წალი სტრიპსი და თითო სამი წალი ბარკალი? ხთა. 4 სტრიპსი აქვს. თუ სამი. ორი შევჭამე მე. ნუ ვაფშე მიგამია. გიო, შენ სტრიპსი ჭამე? ერთი წალი. ანუ 4-4 დეს. არა 2-2, ანუ ყველაფერი და თითო ბარკალი. ანუ ნახე, ორი სტრიპსი უნდა მეყოს, ორი ფრთა და ერთი ბარკალი. აჰა. და ერთი ეს რაღაცა კარტოფილი. აჰა. მე რა ნორმალურია ეს ერთი კაცის ზოდონა. ბიჭო, კაც გააჩნია. არა? ეხა კი წონაში მაგ დიდი ვარ, მაგრამ ბევრ ხარჯა? ის არის რა ქვია, სველი საფეთქი უნდა ოპერატორს. დაჟე გამიხსენიო ესე არ აკა, ხელი აყოლებულია. მაგებელი. ჩვენ კიდე მოგვიტანეს. კიდევ მინე ყავში. ჩვენ კიდე მოგვიტანეს სველი საფეთქებს. ბატონო, ვერ მოგაგენი, აბა მითხარი ზუსტად რა, აი ახლა ვარ ზუსტად პარკში ვარ და მაგარი ტრენაჟორებია კიდე. ჩამოდი, დაბლა ჩამოდი. დაბლა ჩამოდი და ცენტრისკენ შემოდი სიღრმეში. აი ის რო არის, შენობა არის მრგვალი კი არა, მაღალი შენობა არის, ერთი ძველი საბაგიროსი. საბაგირო შენობა გვალი ღრმულები რო ქონდა შიგნით თუ გახსოვთ. დაცვის ოფისი დასაჯდომების ხანა. აი ჩამოვალე სამეათეთკენ სულ დაბლოვეშვები რა. რა უხსნა. ადრე კარტინგები რო იყო მზიურში, ეგეც არ გახსოვთ? არა ხსოვს. აი და ბატონო. მივხვდი სადაცხარ მოვალ. მივხვდით კი. მოვიდეს. გადაყარე ახლა ეს ნაჭამი აქ. მოცადე რა. მეორე სანამ ცხელი. ცეცხლი. ვაუ, რა ცეცხლი. ძალიან აქტიური. ესე იგი, რამდენი გავიდა? 6 წუთი აქვს დაგვიანება გლოვს. მეტი არა? 6 წუთი აქვს დაგვიანება. მეგონია რომ 10. დაახლოებით 6 წუთი აქვს ადრე მოტანა ვოლტს. ხო. ვოლტს ადრე მოტანა. ოიმე. რაც 6-6-ია რა. 7-6. სანამ მოიტანს 7 წუთი იქნება რა. ხო და ჭამე მე, რატო ვაჭა? კარტოფილი კი არა, მე მგონი მეგავცივდი. ეხავს რა. ახლა სხვაობა არ მე. შენებში გამოვიძახოთ ბოლტი და yandexi შევადაროთ ერთმანეთს, როგორც სხვა ლოკაცია, მაგალითად გამარჯვებულები შევაჯამოთ. ვაკის პარკი. არა, ჩესნი რო იყოს იგივე ლოკაციაზე უნდა შევადაროთ. ამ ლოკაციაზე იგივე? ჩესნი რო იყოს, მოგნების ამბავის თემა როა. კი ბატონო. მაშინ ამ ლოკაციიდან გავაკეთოთ, ხვალ გამოვიძახოთ ბოლტი და ის yandexi. და ვნახოთ რომელი მალე მოიტანს რა. ხვალ ისიც ხوار გავა. მოდი მაშინ რა ვქნათ, იცი? ეხა წინასწარ ვთქვათ, თქვენი აზრით რომელი უფრო ეხლა ადრე მოიტანს. დააფიქსირე, დრო დააფიქსირე. ჩაწერე.
19:07. გამარჯობა, მადლობა. მადლობა. დააფიქსირე. 19:07 რა და 19:07. კი ბატონო. 7 წუთი დაუბრუნები. როგორც თქვი რა, 7 წუთი იქნება. შენ მათემატიკაში ბავშვობიდან ძლიერი იყავი და ასე ძლიერი, რომ ფლობ ეჭვით არ მათემატიკას. შემპარვი. კი ბატონო. ეს ახლა ბატონ ოპერატორ შეგიძლია კამერა გათიშო. დღევანდელი ჩაწერა დამთავრებულია. რაღა უნდა შევაფასო, გაყინულია მოტანილი, ამას რა შეფასება უნდა? ნახე ეხლა აფრი. ეს ახლა KFC-ის ბრალი არ არის. ფრი ნახე პირველ რიგში და მიხვდები რამდენად აგვიანებით არის წამოღებული. ბიჭო, იგივეა, რა ვიცი. არა, უფროცივია. უფროცივია? ბევრად. მე მგონია რომ იგივეა რა. ბევრაცივია. კარჩე ეს ახლა KFC-ის ამბავი არ არის. ეს არის ჩისტა კურიერის თემა. და საკურიერო კომპანიის რა. პრობლემაა ეს. აჰა. კი ბატონო. მაგრამ ნახე რა არის KFC-ის ბრალი? იქ თუ სველი სალფეტკი ჭირდებოდა, აქ არ ჭირდებოდა სველი სალფეტკი. ზატო ერთი ფრი გადმოვარდა ეგულად. ჰა? რატო ჟოშკავთ, თქვენ მაიმუნები თქვენ. ეს თუ ჩადე რა გენანე რა. მე დავრჩი სველი სალფეტკი არის. მეც და აი ხო მე და გიორგამ გავიწოდა ეგრეა ძმა. კაცი დაგვიჩაგერეთ აგერ ძმა, ამყელა კაცი. არა და 4 კაც უნდა გაეწმინდა ხელი და 3 ვერ გაიწმინდა. მათემატიკაში მეც კარგად ვიყავ. კრიტიკულ საკითხებში. აბა ჩვენო ღრმად პატრიოტულ ოპერატორო, ეხა შეგიძლია გამორთო. ჩვენ დაგიბრუნდებით ისევ იგივე ლოკაციიდან და შევადარებთ Bolt-ის და Yandex-ის ზუსტად იგივეს გამოვიძახებთ Bolt-ისა და Yandex-ის. იმას სერვისებს რა, მოტანის საკვები. და მე აი Bolt-იდან და Yandex-იდან ვინც მოიგებს, იმას შევახვედრებთ Bolt-ს აუცილებლად, როგორც სხვა ლოკაციაზე ვნახავთ უკვე რა. ალბათ. ხო, მე Bolt-ს დაეჯახება ის რა, რომელიც გაიმართებს. აი.